გაამწვანეს საქართველო. ამ სახელწოდების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის წარდგინებას ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა. წინანდალში გამართულ ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად დაესწრო. ფონდის წარდგინებას გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, განათლების, ფინანსთა, სასჯელ აღსრულებისა და სოფლის მეურნეობის, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები, დიპლომატიური კორპუსის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა პრეზენტაციის დაწყებამდე შეკრებილნი დალოცა. კათოლიკოს პატრიარქმა ქვეყანაში ეკოსისტემის გაუმჯობესებასა და ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დაკავებული თემისოფია ეს არის გარემოს სიტყვა წვის აერის ერთ-ერთი საკითხი რომელიც თავარი საკითხი ეს არის გამწვანება უკვე მრავალი წელია ეს საკითხი დგას ეს წინაშე და ვფიქრობ რომ დადგა დრო როცა ჩვენ პრაქტიკულად უნდა მიმოხილოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს ქვეყანაში რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა გამწვანებაში. ეს საკითხი იმდენად აქტუალურია, რომ თითქმის არ არის არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომ ამით არ იყოს დაკავებული. და ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება დადორი ბიძინა ივანიშვილი მისი მეუღლე კაპონონი ეკატერინე ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს გეგმა განხორციელდეს. მე იმას გამოვთქვა, რომ ჩვენი მთელი მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას ამ დიდ საქმეში და საქართველოს საპატრიარქო აქვს სურვილი რომ იმ ფონდში რომელიც დაარსდა გამწვანებისათვის შეიტანოს თავისი წვლილი და ჩვენ შეგვაქვს $50,000. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვთქვათ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიმართ, ელჩების მიმართ და გამოვთქვათ იმედს, რომ საელჩოების დახმარებას ამ დიდ საქმეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა მისი უწმინდესობის და პირდაპირ ეხმიანება ჩვენს პრიორიტეტებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ფინანსური მექანიზმი იმისათვის, რომ მოხდეს დეგრადირებული ტყეების აღდგენა, ტყე-პარკების გაშენება, ქალაქებში თუ ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების გამწვანება და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში ამ ინიციატივას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ეს განაშენიანების გეგმების შემუშავება იქნება თუ გარკვეული პროფესიული კონსულტაციების გატევა ამ მხრივ მზად ვართ, რომ ყველანაირი დახმარება გავაკეთოთ, გავუწიოთ ამ ფონდს და მიმაჩნია, რომ ეს არის საშვილიშვილო საქმე, რომელიც დაადგება საქართველოს მოსახლეობას. ყველანი ამ ბუნების შვილები ვართ, აქ ვცხოვრობ და მნიშვნელოვანი ინიციატივა სწორედ ამიტომ და პირადად ჩემთვის როგორც სასჯელ აღსრულების და პრობაციის მინისტრისთვის აქვს ასევე არანაკლებ სერიოზული დატვირთვა, იმიტომ რომ შეიძლება გამოდგეს სერიოზულ
ბიძგად სერიოზულ საფუძვლად რომ მოხდეს ყოფილი პატიმრების, პრობაციონერების ჩართვა ამ საქმეში და მათი რესოციალიზაცია. თავისთავად არის რესოციალიზაციისკენ კარგი ნაბიჯი, მაგრამ ის რომ ამის მოთავე არის საქართველოს ეკლესია, საქართველოს საპატრიარქო, ამ რესოციალიზაციის მუხს ორმაგად ზრდის სწორედ იმის გამო, რომ ამ ადამიანებს ჩაერთვებიან ექნებათ კავშირი, კონტაქტი ეკლესიასთან და ამ ხრივ ორმაგად სოციალური პროექტი გამოდის. ეს ინიციატივა მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ეს მთავრობის მოვალეობა არის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნება ისეთი ეფექტური და პატრიარქის ინიციატივა ძალიან დროული და სწორი იყო, როგორც ყოველთვის, იმიტომ რომ მოხდეს კონსოლიდაცია, გაერთიანება ყველა ძალისხმევის, როგორც სამთავრობო, ასევე საზოგადოების მხრივ. ღონისძიების მსვლელობისას საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დამსწრეს საზოგადოებას ფონდის მთავარი პრიორიტეტები გააცნეს. ქვეყნის მასშტაბით ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ტყეპარკების გაშენება, ქარსაცავი ზოლების შექმნა, ცხელი წერტილების განსაზღვრა და მათზე ეფექტიანი პროექტების შემუშავება, ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სანერგე მეურნეობის განვითარება, გაშენებული ტყის მოვლა და უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება. ეს ის მიმართულებებია, რომელთა განხორციელებასაც ფონდი ითვალისწინებს. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, კონკრეტული პროექტები უკვე დაგეგმილია და მათი შესრულება უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ ფონდის დანიშნულება არის, რომ საზოგადოებრივი აქტივობა გამოიწვიოს და მოხდეს აღდგენა იმ განადგურებულის და სანაცვლოდ კიდე გამრავლება, იმიტომ რომ ამ კრებაზე ითქვა აღნიშნულობა აქვს დღეს ადამიანის ცხოვრებაში, კაცობრიობის ცხოვრებაში ეს არ არის არა მარტო ესთეტიკური სანახაობა ლამაზი, არამედ ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის, ბუნების მრავალფეროვნების დაცვისათვის არის. ფონდის მუშაობა იქნება ძალიან ინტენსიური და ძალიან ფართო მასშტაბებს მოიცავს. ეს იქნება როგორც დარგვა, ასევე დეგრადირებული ტყეების აღდგენა, ასევე ვიმუშავებთ ქარსაცავი ზოლების განახლებაზე. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს უკვე რამოდენიმე განაშენიანების გეგმა თავის ხარსაღრიცხვით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში ალბათ მოხდება მარტყოფში ეს განაშენიანების დაწყება. ადრე იქ იყო სანერგე მეურნეობა, რომელიც შემდგომ გაჩანაგდა და ჩვენ გავაკეთებთ შემოღობას და იქ ეს არის დაახლოებით 3.5 ჰექტარი. ეს რაც პირველი გაკეთება და რაც უკვე მზად არის ფაქტიურად დასაწყებად. ფონდი საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა. მისი საპატიო თავმჯდომარე თავად კათოლიკოს პატრიარქია. ფონდის წევრებს მინისტრთა კაბინეტი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეადგენენ. პროექტს მეთვალყურეობას ეროვნული სატყეო სააგენტო გაუწევს. ფონდის წარდგინების შემდეგ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაზე გერმანელმა პიანისტმა ალისა სარაუტიმ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა. მუსიკალური ნომრები ანსამბლმა ბასიანმა და მომღერალმა სოფო გელოვანმა შეასრულეს. ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათის იყო და საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად ფონდში გადაირიცხა. საღამოს დასასრულს მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სახელზე კედარის ხე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა თავად მიიღო. ფონდის საქმიანობაში ჩართვა კი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.